მოგესალმებით მაღაზია ქსელი კალიბრის ერთ-ერთი ფილიალიდან, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ყოფილი შავი ზღვის ქუჩაზე, ახლანდელი ლეხ კაჩინსკის 20 ნომერში. ეს არის მაღაზია ქსელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური მაღაზია, რომელიც ძალიან თანამედროვეა მოწყობილი. სხვადასხვა მაღაზია ქსელი კალიბრი არის ბრაუნინგის წარმომადგენელი საქართველოში. ექსკლუზიური მფლობელი არის ამ იარაღების შემოტანაზე ჩვენ ქვეყანაში და ერთ-ერთი პირველია, ვინაც ამ ფირმასთან დაამყარა საერთაშორისო ურთიერთობა და უახლესი მოდელებით ამარაგებს ჩვენ მონადირეებს და იარაღის მოყვარულებს. მინდა გაჩვენოთ ბრაუნინგის სტენდი. 4 სხვადასხვა მოდელია წარმოდგენილი. პირველი ზევით, რომელიც არის ბოქფლინტი, იაპონიაში დამზადებული მოდელია, სრულიად ფულადის კალაპოტითაა, ბრაუნინგი MK60. იაპონიაში მზადდება მიუროპოს ქარხანაში ეს მოდელი და ძალიან პოპულარულია და ძალიან მოთხოვნადია სხვადასხვა ეს მოდელი. გამომდინარე იქიდან, რომ ძველი ტექნოლოგიებით მზადდება და ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ამ მოდელს. სტენდზე ზევიდან მეორე რაც არის მაქსუსი, ოღონდ პირველი მოდელი არა ეს, ვინც იცის ვინც თვალყურს ადევნებს ამ ფირმის მოდელებს, არის მაქსუსის მეორე ვარიანტი, მეორე მოდელი, ბრაუნინგ მაქსუსი და ეს მოდელი გვაქვს ორ სხვადასხვა ვარიანტში. ერთი არის კაკლის ტიპჟირი და კონდახით, მეორე პლასტიკში. მოიხსენებათ, რომ ეს მოდელი შექმნილია წყალზე მსხვილ ფრინველებზე სანადიროდ და აქცენტი პლასტიკის კონდახსაც ეუზე, მაგიტოა გამახვილებული. ალბათ ტიპჟირი კიდო და გეთქვა, ხო? ტიპჟირზე, ტიპჟირი და კონდახი, აცები ვთქვი? დიახ, გაცრავად. წამომცდა. ირაკლი, დღევანდელ დღეს რომელი იარაღის განხილვას ვაპირებთ? ხო, გრანდ პასაჟი არაფერი თქვა, გრანდ პასაჟი. ბრაუნინგი ახუთი იგივე იყო, გრანდ პასაჟი. ეს აი ამ შესრულებაში ქვია გრანდ პასაჟი. ისე იმეორებს ბრაუნინგი ახუთის კვანძებს ყველას და მოდელს რა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, რითიც შეიძლება იცნობთ, რომ ბრაუნინგი, ხო. ლეგენდარული ჯონ მოზეს ბრაუნინგის ქმნილება. ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა, ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ მანამდე ჯონ მოზეს ბრაუნინგმა ინერციული სისტემა შექმნა, რომელთაც ძველი ახუთი იყო აღჭურვილი. ეს სისტემა ყველას კარგად გახსოვთ ალბათ, ლულის უყსულაზე დამყარებული სისტემა იყო. ამ შემთხვევაში კი ჩვენ გვაქვს გრანდ პასაჟის შემთხვევაში ეს შიდა ინერციული სისტემა, ინერციული პატარა ზამბარით. ამ შემთხვევაში ლო უკვე ყარაძის და მუშაობს მარტო საკეტის უყსულა. მაგრამ დღეს ჩვენ მე მინდა გამიხსენოთ ბრაუნინგ მაქსუსის მეორე მოდელი. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ, ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მოგესალმებით. მოკლედ, ირაკლისთან ვარ სტუმრად, ისევ როგორც ხედავთ და ქალაქ თბილისში, ლეხ კაჩინსკის 20 ნომერში. დიახ, სხვადასხვა ეს ქუჩა ადრე იყო, თურმე შავი ზღვის ქუჩა, თუმცა Google-ში იძებნება მაინც და მაინც ლეხ კაჩინსკის ჩაწერის შემდეგ. ხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს. რატოა საუკეთესო? იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი აღმოჩნდა გასულ წელიწადს, ხო, როგორ თუ არ მეშლება. ხო და კომფორტული მოდელი, ესე როგორც ჩვენი მაღაზია, ძალიან კომფორტში ვარ დღეს, ან გარეთ ძალიან კაი სიგრილია, კარგი სიგრილი და კარგი ატმოსფერო აქვს. მოკლედ შებეზრებულების სისხლისგან დაისვერებთ ნამდვილად ამ მაღაზიაში. ირაკლი, ეს ნახევრად იუმორით რა თქმა უნდა და თუ არ შეგაწუხებ, ხო, რა პირდაპირ მინდა საქმეზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვები გროვდება ხოლმე როგორც წესი რა. პირველ რიგში წარმოებელი ქვეყანა ვინ არის? წარმოებელი ქვეყანა არის ეს კონკრეტული მოდელი დამზადებული არის მაშინ პორტუგალიაში, მაგრამ ეს მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბრაუნინგის ქარხნები მრავალ ქვეყანაში აქვს, მათ შორის იაპონიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში და აქ ამზადებენ ამ იარაღებს, მაგრამ ეს აღნიშნავს იმას, რომ რამე განსხვავებულია, ან რამე ესეთი ცვლილება აქვს ამ მოდელებს შორის, არაფერი იგივე ჩვეულებრივია. ეგ მაინტერესებდა ყველაზე მეტად, ხო? ნიშნულობა არ აქვს საიდან ყიდულობ, ხო? არანაირი დანადგარები და ის მოწყობილობებითაც
ხდება დამზადება ამ იარაღების არის იდენტური და ხარისხის კონტროლი უმაღლეს დონეზე არის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ფირმა მოიხსენება ჯონ უილს ბრაუნინგმა ეს ფირმა საუკუნეზე მეტი წელი წინ დაარსა და იმის მერე არ შეუწყვეტი ამ ფირმას მუშაობა და გვთავაზობს ახალ და ახალ მოდელებს ქმნის იარაღს გლუვიანებს, ხრახტელულიანებს, მათ შორის საბრძოლო, სანადირო, ტაქტიკურს და მოკლედ საკმაოდ მაღალი რეპუტაციით სარგებლობს ეს ფირმა მსოფლიოში, ასე ვთქვათ, სრული სანდოობით სარგებლობს. დიახ. ჩამჭრელი კითხვა შეიძლება? ზამით პატიციოლო. რატომ გახდა ეს იარაღი ასეთი პოპულარული? პირველ რიგში ალბათ იმიტომ გახდა პოპულარული, მაქსიმალურად გამძლე და მორგებული იყო მომხმარებელზე და გამომდინარე იქიდან რომ პასუხობდა ყველა იმ გამოწვევას მონადირის მხრიდან რაც შეიძლება მონადირი იარაღს მოთხოვოს ასრულებდა პირნათლად. ანუ ეს კონკრეტული მოდელი შექმნილია წყალზემცურავ ფრინველებზე სანადიროდ და გათვალისწინებით იქიდან რომ ხშირად წყალზემცურავ ფრინველები მოიხსენება ცოტა აგრესიული გარემოში გვიწევს მონადიროობა იქებადზე მაგალითად წვიმა, ქარი, თოვლი, ყინვა, მლაშე ზღვის პირებში მაგალითად ეს მოდელები ძალიან ადვილად უკლავდებიან ამ აგრესიული გარემოს. ანუ იარაღი ფაქტიურად არ იჟანგება. აღჭურვილია გასასმელია ეგ ამბავი, იმიტომ რომ ხახნო არსებობს ბაზარზე იარაღები, რომლებიც ბიჭებს დაუჟანგდათ. შიგნით მექანიზმი ჩაუჟანგდათ რა. ზოგს ლულა დაეჟანგა, ნუ მოკლედ. ხო, თუ მიხედავთ თავით როზე ამას ეს პრობლემას არ წარმოადგენს გადაწყვეტა გარდან და დაზეთავდა მიხედავ, მაგრამ კარგია მაინც ვარ შეგიფოთ ეს წვალება იწევს რა. მაინც რაღაცა გულში ცუდად ხვდება რომ რაღაც ანგებს მოიკიდებს ხოლმე და ეს იარაღი მიდრეკილი არ არის აქეთკენ. ანუ მაქსიმალურად შექმნილია იმის რომ აგრესიული გარემოს გაუძლოს. სიცივეს მათ შორის ისე როგორც სიცხეს ისე სიცივეს და გართა საფარველიც ისეთი დაფარვა აქვს რომ არ იყიდებს კალიბრით არის 12 არის 76 უკვე ავტომატურად ნიშნავს რომ მაგნუმია არის ხო შიდა ქრომირებული ლული და რაც თავი კიდე ხაზე მინდა გავუსვა ეს მოდელი აღჭურვილია ინვექტორ პლუს ტიპის ჩოკებით ანუ ეს ჩოკები საშუალებას იძლევა მაქსიმალურად თანაბრად გაანაწილოს საფანტის ყონა სივრცეში, ანუ მაქსიმალურად თანაბრად დაფაროს სამიზნე რა. რაც ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ ეფექტურად ავაზიანოთ სამიზნე. შეიძლება ამის ჩოკი ვიხილო ძალიან დავინტერესდი რა. კი, როგორ შეიძლება? აი, აქ გვაქვს რამდენიმე ეს არის სრული ჩოკი. აი და აკვირდი როგორ დამზადებულია. დიახ. ეს არის ცილინდრი და ცალ-ცალკე ინახება ყველა ეს ჩოკური შევიწროება. აი, ინვექტორ პლუს და ბრაცერიაზეთ. გასაგები არის. ანუ ვიზუალურად მე რო უყურებ ერთ-ერთი, რასაც სხვაობას მაძლევს რა, რომ ფერშია განსხვავებული, ხო? ხო, ფერით ახლა განსხვავებული. ანუ მე იმის თქმა მინდა რა, ზოგადად რომ რაღაცა მიჩვეულები ვართ, რომ ხრახნი ქვევითა თოსებული ამ. აი ხრახლებშიც არის სხვაობა. და უყურე გადამყვანი კონუსი, როგორი თხელი და თანაბრად გადამსვლელია, რომ მაქსიმალურად მოერგოს ლულის სანათოს, ანუ ლულის შიდა არხზე ზუსტად დაჯდეს ეს, რომ ლულის კედლებსა და ჩოყურის შევიწროების კედლებს შორის არ მოხდეს ეგრეთ წოდებული გაზების გაპარება, რაც მერე ხდება ხოლმე მიზეზი ჩაჟანგებისა, აი ამ ჩოყურის შევიწროებისა, შეგინდა ვიჭედება ხოლმე და რო ორხსნით ხოლმე რა მაქსიმალურად. აი ეს ნაწილი უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად კარგად ერგება ლულაში. აი ეს თხელი ნაწილი, უკან ნაწილი, აი თუ გამოჩნდება. კი, ჩას. აი ეს. აქ თავისი დატოვებული თავისი ზოლები, რომლებიც ასრულებენ ამ ფუნქციას. ძალიან კარგი ხარისხით შესრულებული პლასტიკის ტიპჟირი და კონტოხი. მაგაზე გინდოდა ხაზგასმა, ხო? შეიძლება რომ ახლოდან ვიხილო. კი, როგორ არა, შეიძლება ხელში საიღო და რა თქმა უნდა. ძალიან კარგად ზის მხარზეც და ძალიან ერგონომიულად გამოიყურება. მოიჯინე მხარზე როგორი კარგია. კი. და აი მხარზე რო ზრბილად დაგაჯდა და ძალიან კომფორტულად. ეს არის დამსახურება. აი უყურე ამ რბილი პიჩისა როგორი მომრგვალებულია რომ აი უყურე როგორი კუთხით არის დიახ გაზავითეთ მომრგვალებულია რომ მხარზე მოგდების დროს აცურების დროს მხარზე არ წამოვედეს დასასრულს და ეჭედოს შუაგზაში დიახ ცურდება ზე და პირდაპირ ჩდება აი ძალიან კომფორტულია ძალიან კომფორტულად გარდა ამისა ყოლადღება მისაქცევი დამცავ რკალს, სასხლეთის დამცავი რკალი, როგორი განიერია. ხო შეიძლება და პატარა გაკეთებული იყო, მაგრამ ეს სპეციალურად არის გაკეთებული იმისთვის, რომ ზამთარში ხელთმიანი ხელით ადვილად მოხდეს ცეცხლის მართვის წერტილის მანიპულირება. ხელთმანით ხო? ნელითი მაგალითად და ეს გაადიდეს ასე რომ კარგი იდეა. ხო.
მოვაქრობილი სასხლეტი აქვს, თეთრი ფერის. მცველი ზღილაკი აქვს სასხლეთის უკან მოთავსებული ძალიან კომფორტულად. თავისი ლოგოთი. ეს ირემიას ლოგო, ბრაუნინგის. სისტემაზე მე ვილაპარაკებთ და ახლა გადავიდეთ მოდი თვითონ ლულის კოლოფზე. შავი ფერის ეგრეთ წოდებული ხავიანი დაფარვით, რომელიც არ ირეკლავს მზეს და თვარიან შუქში ნადირობის დროს იხსე საღამოს მოფრენისას. არ წარმოადგენს არანაირ საშიშროებას იმისა, რომ ჩვენი სამიზნე თვარზე არ ეკლეს ხმებს დაუფრთხება და წავა. ანუ შავი ფერის კალაპოტია და არ ბლიკავს ასე რომ ხო რა. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. ირაკლი, ამ იარაღს კიდევ რა აქვს მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი? ძველი მოდელებიდან გადამონაშთი რასაც ქვია, ანუ მემკვიდრეობით მოყვება ამ იარაღს ჭიდის ჩამკეტი ღილაკია, ესეთი ჭიდის ჩამკეტი ღილაკი, რომლის გააქტიურების შემთხვევაშიც ხდება ვაზნების მილური მჭიდში ჩაკეტვა. ანუ ერთი გასროლის შემთხვევაში მეორეს აღარ გადაიტანს და აღარ შეაყენოს ფეხზე. მადლობა. დაიგედება. ამ იარაღს მიუხედავად იმისა, რომ არის გაზოგადამტენი სისტემით, განსხვავებული გაზოგადამტენი სისტემა აქვს. მე ადრეც ხონდა ამ თემაზე საუბარი. ეს ჩემი საყვარელი თემა, ასე ვთქვათ, სისტემები და ზოგადად ჩაკეტვის სისტემები და ინერციული და გაზოგადამტენი სისტემების ნაირსახეობები და მათ შორის სხვაობები. გავყადნერდები და ვიტყვი, რომ არც ისე სულად ვერ ყვევი ამ სისტემებში და მინდა რომ გაუსვა ხაზი ბრაუნინგის ამ ხაზით სვლას და ცოტა განსხვავებული კუთხით ყურებას აი ამ მიმართულებით რა. იმიტომ რომ განსხვავებული გაზოგადამტენი სისტემა აქვს და აღიხსნი რატოა განსხვავებული გაზოგადამტენი სისტემა. უნდა ვნახო. მოიხსნა ტიბჟირი და ლულა იარაღიდან. გავაცალკავით ამას კიდევ ერთმანეთისგან და აქ დაგჭირა ჩვენ ლულა თავისი მუფტით და ორი გაზო გამტარი მილით იმედია გამოჩნდება შეგინთ მარილება თუ მოახერხებ და ნახოს. ვეცდები, კი, ჩანს. აი ეს ხრელებია ზუსტად საიდანაც დენთის წვის გაზები გამოდის ლულიდან და მოხდება აი ასეთი ტიპის ტგუში არის ეს დასამბარებული ტგუში. აქვე არის რეზინის რკალი, რომელიც აფერხებს გაზების სხვა მიმართულებით გასვლას უშლის ხელს, ანუ ერთი მიმართულებით რომ წამოვიდეს. როგორც წარმოებელი ირწმუნება თვითწმენდი ტგუშია, ანუ ამ ტგუში ჭუჭყებიო ნაკლებად რჩებაო, ამ ტგუშის დაშლას და წმენდას არავის არ ურჩევ, იმიტომ რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს და შეიძლება ვეღარცა აწუთის როგორც უნდა იყოს. შიგნით არის მოთავსებული ზამბარა, რომელიც ასრულებს შემდეგ როლს, ანუ მაგნუმით ვაზნებით სრულის დროს ეს ზამბარა იხსნება, რომ მეტი ენერგია დაახარჯინოს ტგუშ უკან წამოსვლისას, რომ უკუცემა შემცირდეს. და ჩვეულებრივი ვაზნებით სრულის დროს ჩვეულებრივად მუშაობს. ანუ არ ადგება დიდი ძალა ამას რა, მოკლედ და ძალიან ესეთი გასაგებიანით გითხარით. ანუ ერთგვარი მარეგულირებლის როლს თამაშობს მძიმე ვაზნებით გასრულის დროს. ტგუშის შემდეგ მოდის აი ეს დეტალი თავისი მხრით, ანუ რუსულად ჭიაგაქვია, მაგრამ ეს მხარია, რომელიც იმპულსურ, ინერციულ მუხტს გადაცემს საკეთს. ანუ ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ მილური მჭიდზე წამოწყულია ხოლმე გრძელი ზამბარა, რომელიც ასრულებს უკმოქმედების ზამბარის როლს. ამ შემთხვევაში აქ ზამბარა არის მოთავსებული წინ და ძალიან მოკლე და პატარა ზამბარაა, შეხედებული პატარა ზამბარაა. ეს ზამბარა უბრალოდ იმიტოა დამატებული აქ, რომ არ მოხდეს აი ამ დეტალის მიხეთქება ლულის კოლოფზე. წარმოვიდგინეთ, აი ჩდება აი ასე. ანუ ინერციაო რო იძახი, მხოლოდ და მხოლოდ ეგ არის მანდ ინერციული. აი ინერციული ხდება. ჩამოვიდა გაზები, დაარტყა ტგუშს. ტგუშს გაზები მოქმედებს ძალიან მოკლე იმპულსური მოკლე ხდით. ანუ ტგუშზე მოხვდა გაზები და უცბად მყისიერი მოქმედებით ჩამოარტყა აი ამ დეტალს აი აქ. აი ესე ჩამოარტყა რა. აი ამ ხრაზე მოქმედებს მოძრაობს ზამბარა. ისა ტგუში მარტო მეტია რა, ძალიან მოკლე მანძილს აკეთებს, მაგრამ ინერციით რო დაარტყა აი ამ ხარმა ინერციით ეს საკედი აგზელებს უკუსვლას. აჰა, გასაგები. ინერციით აგზელებს უკუსვლას. გაზმა კი დაარტყა, მაგრამ დანარჩენი მე ინერცია აკეთებს. ანუ რო ჩაარტყავს და ჩაიქნიოს რა, ეს დაახლოებით საინტერესოა და მოაქვს უკან.
და მე აქ უკვე მოთავსებულია ზამბარა, რომელიც ასრულებს უკვე უკმუხტების ზამბარის დროს და შეხედე წამოიღებს საკეს ისევ წინ. ანუ ეს ზამბარა უკან არის კიდე მოთავსებული. უკმუხტების ზამბარა. აი, დაბლა არის, ხო, როგორც ინერციული სისტემაში. ანუ ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სისტემა წარმოადგენს რაღაც ჰიბრიდულ ვარიანტს გაზო გადაამტენსა და ინერციული სისტემას შორის. გამოყენებულია ორივე სისტემისთვის დამახასიათებელი კვანძები, მაგრამ ამავდროულად არ არის გართულებული ვარიანტი მოსავლელა და საექსპლუატაციოდ. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. დავამატებთ იმას, რომ ძალიან მოხერხებული და დიდი ზომის გამშვები ღილაკი აქვს. დიახ. და ჩამკეტი თავაკი უყურე, ჩვენ გვინახია ნახევრადბრუნავი ჩამკეტი თავაკი, რომელიც ძალიან ხშირად ბრედა და ბრაუნინგი ხმარობს, ბენელი ხმარობს ხოლმე, რომელიც ნახევრადბრუნით კეტავს ლულის მასში, საყაზენო ნაწილში. საკეთს. ამ შემთხვევაში ვახ მიბჯენი ჩაკეტვის სისტემა. დააკვირდი, აი ეს წინა ნაწილი სხვანაირად არის, ეს უკან ცალ-ცალკე ნაწილებია და დააკვირდი როგორ გამოიხსნა ჩაკეტვის დროს ამოვიღო და მიებჯინა და ქვედა კბილი ჩაკეტა შიგნით. აი აქ ამ კბილში ჩაიკეტა ზედა ნაწილი. აი კიდევაც ჩანს დააკვირდი აქ თუ დააკვირდები ბოლოში აქ კბილი და ამ კბილში აი კეტავს. ირაკლი, მოკლედ მე როგორც ხვდები, ამ იარაღს აქვს რაღაცა თავისებურებები, რომელიც, რა ვიცი, სხვა იარაღებში მე არ შემხვედრია. ხო, განსაკუთრებული მოდელი, იმიტომ მინდოდა გამეხილა ეს მოდელი. ძალიან საინტერესო მოდელი არის და რამდენად განხილვაც მომეწონა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მაყურებელსაც მოეწონა და ალბათ ლაიქებით დაგვიწერეთ იქ, ხო, ლაიქებით ალბათ. თუ რამე გაუგებარი იყო, ისიც მოგწერეთ, რომ ირაკლი, აქვე მინდა კიდევ ესეთი კითხვა დაგისვა, ამას მოყვება კეისი, მე როგორც წერან შევნიშნე და რამე კიდევ მოყვება თუ არა ისეთი საინტერესო ჩოკების გარდა. ჩოკური შევიწროებებია. დიახ. 4 ჩოკი მოყვება, მე როგორც ხვდები, 1/5-ზე დაყენია. 1/5-ზე დაყენია, კი. სულ მოყვება 4 ჩოკი. მოყვება კიდევ ხედავ აქ პიჩის დასაგრძელებელი მოსარგებად, მხარზე მოსარგებად ეს აუცილებლად დრო. სხვათა შორის მოდი მაგაზეც 1-2 სიტყვა ვთქვათ, პიჩები შეიძლება ზაფხულში მაგალითად დაამოკლო, ზამთარში შეიძლება დააგრძელო. ასასთან გამომდინარე, რა გვაცვია სეზონურად რა. მე ხშირად შეიძლება ეს ირონიის ის იყო ხოლმე, განხილვის თემა იყო ხოლმე ირონიულად, მაგრამ სულ იმას ვიძახი, რომ იარაღის საკადად თუ მოდიხართ მაღაზიაში, ჩაეთვით ის ფორმა, რა ფორმითაც ნადირობთ, იმიტომ რომ უნდა სხვანაირად ვერ მოირგებ. ზამთარში რომ მიხვალ და პალტოთი რომ მოირგებ იარაღს ზაფხულში, მაისურით რომ გამოხვალ და სხვანაირად დაჭდება ისტორია, ხო? რა თქმა უნდა, ასწორება იქნება და ეს ახლა ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ იმ ფორმაში იყოთ, როცა იარაღს ირგებთ, რა ფორმაშიც გიწევთ ხოლმე ნადირობა რა. ეს დამაგრძელებლები ვთქვათ, მაგიტომ მოყვება. ამ შემთხვევაში არაყენი არაფერი და თუ ვინმეს ემოკლა კონდახი შეუძლია დააგრძელოს, თუ ნაკლებად ემოკლა შეიძლება უფრო საშუალო ზომის ქვეშადები დაუყენოს და უკვე თავის გემოზე მოირგებს. გარდა ამისა, აქ ჩვენ გვაქვს კიდევ კონდახის დახრის სარეგულირო პლასმასის დეტალები, რომლებითაც რეგულირდება კონდახის ლულისკოლებთან მიერთების კუთხე. ანუ მაქსიმალურად აიხაროს დაბლა თუ აიწიოს ზევით, რომ მაქსიმალურად კომფორტულად მოირგოს მსროლელმა თავის გაბარიტებზე. და ასევე ქანჩი, რომელსაც ხდება ჩოკური შევიწროებების ჩახრახნა, ამოხრახნა. და რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტაცია რომელსაც არავინ კითხულობს. არავინ კითხულობს. სამწუხაროდ. ან მე კითხულობ, როცა მას გააფუჭებია ხოლმე. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. მე როგორც ხვდები, ამ ნოტაზე ალბათ შეიძლება რომ დავასრულოთ კიდევაც ამ იარაღთან საუბარი. თუ რამე დარჩა კიდევ სათქმელი. ანუ სათქმელი მე იარაღზე არასოდეს არ გამომელება. ხო, მაგრამ ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას. იმიტომ რომ სამიზნე თამასა მაღალი აქვს, იქ დატოვებული აქვს თავისი ღარები, სადაც შეიძლება სხვა რაღაც კოლიმატორების დაყენება შეიძლება. ხო, ბევრი თემა შეგვიძლია მივობათ კიდე ამ კონკრეტულ მოდელს და ვისაუბროთ, მაგრამ რახან ფორმატი აძლევს ამის საშუალებას, ის ძირითადად რაც იყო სათქმელი თქვით, ვილაპარაკეთ ხარისხზე, ვილაპარაკეთ სისტემაზე, ვილაპარაკეთ მორგებულებაზე, ვილაპარაკეთ ლულაზე და ჩოკურ შევიწროებებზე. რავი, აწი ნადირობაზე და ვილაპარაკოთ, ვინ შეიძლება მერე დაპოტიეთ ნადირობ და მერე ნადირობაზე ვისაუბროთ. ჯეო მეგობრებო.
ძალიან აქ თქვა გამოიწერეთ ჩვენი არხი, რა თქმა უნდა, თუ კი მოგწონთ ხოლმე ჩვენი განხილვები, შეიძლება მე შემჩნეული მყავს ესეთი ადამიანებიც გვიყურებენ, რომლებიც დისლაიქებს გვიკეთებენ, იმიტომ რომ იარაღი არ მოეწონათ. იარაღი თუ არ მოგწონთ დისლაიქს, ნუ დაწერთ მაგ დროს. თუ ჩვენი მუშაობა არ მოგწონთ, აი მაგ დროს დაწერეთ ხოლმე დისლაიქი, თავისი ახსნით რა არ მოგეწონათ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი ხდება რა მოსაწონე. მოკლედ, ძვირფასო მეგობრებო, ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით, ყოჩაღად იყავით, მაგრად. მომავალ შეხვედრამდე სპირეგრანტ. შემდეგი არახს რას გამიხილავთ? შემდეგი არახი გამიხილავთ, მოდი ფრანკი, იმიტომ რომ ეს მოთხოვნადი მოდელია ჩვენმალე. ეგ ფრანკი რა, ფრანჩის რო ეძახია? ფრანჩის ეძახია, მაგრამ ფრანკია რეალურად. რამდენი ვიყო რომ ფრანკი